აბიტურიენტი ვინც არის და მათი მშობლები ძალიან არ მოეწონებათ მე რასაც ვიტყვი, მაგრამ ჩემ ნებაზე რო იყოს უნივერსიტეტში ჩაბარება იქნებოდა ძალიან რთული. რაოდენობაც შემცირდებოდა, ბევრ უნივერსიტეტს აკრედიტაციას გაუქმებდი, იმიტომ რომ არ იმსახურებს, კონკურსი იქნებოდა ძალიან რთული. მე მზად ვიქნებოდი, რომ 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ყოფილიყო, როგორც კერძო ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. კონკურსი იქნებოდა ძალიან რთული. იმ ხალხის, ვინც ახლა აბარებს, 60% ვერ ჩააბარებდა ისეთი კონკურსი იქნებოდა. რატო არის ეგ საჭირო? დღეს ქართული განათლება როგორი არის, იცით? აი ადამიანი გაუშვით, ჩვენთან უნივერსიტეტში ისწავლა და ჩვენივე სახელმწიფომ ხო თქვა, რომ ჩვენთან სწავლის სტანდარტი არის ესეთი. იგივე სახელმწიფო მერე თავისთან, აი მაგალითად მერიაში ან სამინისტროში კადრი რო არის ასაყვანი. ვინმე ამ ქართული დიპლომით რომ მიდის, ანუ იმ სტანდარტით, რომელიც თვითონ განუსაზღვრა, ანუ სახელმწიფომ თქვა, რომ ამ სტანდარტის განათლება თუ ექნება ადამიანს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ განათლებულია საკმარისად, ხო? აი მაგ ქართული დიპლომით რომ ადამიანი მიდის, ჩვენივე სახელმწიფო მერე ამბობს, რომ ეს რა უბედურებაა, ეგება უცხოური დიპლომი მომიტანო. ანუ პრიორიტეტს იმას მიანიჭებს. ხო ეგრე არის. ისევე როგორც კერძო სექტორი. რატო? იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ქართულ განათლების სისტემაში მთლად თუ არა ხარ, სადღაც რომელიმე უნივერსიტეტში მოხვდები და ფულს თუ გადაიხდი, დაამთავრებ რა.